განსაკუთრებით აქტიურობს სუსი და მოკლედ კობახიძის რაღაცა მთავრობის მეთაურად არჩევის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა იქცა მის ერთ-ერთ მთავარ ხაზად. თქვენი ანალიზით რა ახალ დღის წესრიგს ქმნის ივანიშვილი? რაც არ უნდა ხდებოდეს ეს კორუფციასთან ბრძოლა ყველაზე ნაკლებად არის, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ კობახიძის რასთან ბრძოლაა ეს მაშინ? ხო, აი, კობახიძე საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომ იცოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლა იწყება პარლამენტში. ანუ კორუფცია არის ცუდი კანონების შედეგი. როგორც ახლა ამ შემთხვევაში, ჯარის შემთხვევაში, ცუდი კანონები იწვევს კორუფციას, ისევე ყველა სხვა სფეროში, როცა ministrების მოადგილეებს გადამეტებული ძალაუფლება აქვს, ეს იწვევს კორუფციას. ეს არის რაღაც ანბანური ჭეშმარიტება, რომელიც აი კორუფცია როცა მიშას რო შემცირდა, მერაბიშვილმა კი არ შეამცირა პირობითად, არამედ ბენდუქიძემ. როცა გაუხდა რეგულაციები, გაუხდა რაღაც უამრავი სხვა ლიცენზია, შემცირდა გადასახადები, ამან ბუნებრივად გააუქმა კორუფცია. ანუ კორუფციასთან ბრძოლა იწყება კანონების ცვლილებით და არა ის, რომ რაღაც გაამკაცრებ რაღაც სასჯელებს და დაიჭერ ადამიანებს. მით უმეტეს ღარიბაშვილის შემთხვევაში, როცა ეჭერ მინისტრის მოადგილეს, ხო წარმოგიდგენთ, რამდენი ადამიანი იქნება ამ ჯაჭვში მონაწილე თუ რაღაცას ფულს იპარავენ. ხო და თუ ისინი მილიონებს იპარავენ მინისტრები, ესე იგი რიგითი საჯარო მოხელეები უნდა იყოს ათობით და ასობით ადამიანი უნდა იყოს დაჭრილი თუ საქმეზე მიდგა, ხო? რასთან ბრძოლას ვუყურებთ? მე მგონი ეს ახლა ყველაფერი რაც ხდება, განათლების რეფორმაც კი საბოლოო ჯამში არის ვერტიკალის გამყარების ამბავი. რომ უბრალოდ გასაგები იყოს ვის აქვს ძალაუფლება, ვინაც გადაწყვეტს მიღები. ადრე უფრო ესეთი ადაპტირებადი სისტემა ჰქონდა ბიზნეს საწყობილი, რომ იყოს სხვა ხალხი დამოუკიდებელი სვლა ჰქონდათ ივანიშვილთან. ღარიბაშვილი არ იყო დამოუკიდებელი კობახიძე დამოუკიდებელი იყო ლილვაშვილისგან და ურთიერთ კონკურენცია იყო, ერთმანეთთან ჩხუბი იყო და საბოლოოში ამის არბიტრი იყო ბიძინა ივანიშვილი და ეხლა ვერტიკალი აწყობილი. ამიტომ ვინ არის ამის ავტორი? თავად ივანიშვილია? კი, ცხადია, ხა ივანიშვილია ამ ყოველს ავტორი, მე კობახიძე დინარაძე და მე რაღაცა ეს იშლება ეს სისტემა და რატო დაავიწროვა, რაში დასჭირდა მაშინ? მე ხა ივანიშვილის თავში ვერ ჩავწვევი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ზოგადად ბუნებრივი ტენდენცია ასეთი ერთპიროვნული მმართველობის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რაღაც ეჭვიანობ, რაღაცა საფრთხე შეიძლება იგრძნო? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხა მე სპეკულაციაში ვერ გადავალ, მაგრამ ზოგადად ასეთ სისტემები მიდრეკილები არიან, რომ ვერტიკალი უფრო მარტივია ადამიანურად. შეიძლება არაეფექტიანია, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოიშალოს. რა სისტემაც ადრე ქონდა, უფრო მდგრადი იყო ჩემი აზრით, ვიდრე ეხლა რაც ხდება, მაგრამ ადამიანურად როცა ერთ ადამიანთან უნდა იკომუნიცირო უკეთესია და მარტივია, ვიდრე შვიდთან მაგალითად.